რუსეთთან ჩვენ დასალაგებელი გვაქვს ერთი საკითხი, უსაფრთხოება. თუ ჩრდილოეთიდან ქართულ სახელმწიფოს არ ემუქრება საფრთხე, ქართული სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უნდა აიღოს, თორე განადგურდება, რომ საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთს არ ემუქრება საფრთხე. არ გინდა ეს? აბა რა გინდა, ომი გინდა? და გაქრება შენი სახელმწიფო. მივიღეთ კიდეც ომი. მივიღეთ კიდეც ბუქარესტის სამიტის შემდეგ. ეს არის პოლიტიკური თანხმობის. მე ამ თემაზე მოსკოვთან ტელეხიდები როცა იყო ძალიან სერიოზულ ხალხთან მისაუბრია და ვიცი რომ რეზონანსი ქონდა სერიოზული მოსკოვში და შემდეგ დამირეკეს. მე ვთქვი და პირდაპირ ვამბობ, ვიმეორებ. რუსებს მივმართე ძალიან ცნობილ სპეციალისტებს. თქვენ გინდათ ველიკაია რუსია. კაი გაგებით. რატო არ უნდა უნდოდეს დიდი რუსეთი, დიადი რუსეთი. მე მინდა დიადი საქართველო. ველიკაია გრუზია, ასე უთხარი. თუ ჩვენ ორი ჭკვიანი ხალხი ვართ და ერთმანეთის გვერდით ცხოვრობთ, მოდი თქვენ აშენეთ ველიკაია რუსია, ჩვენ ავაშენებთ ველიკაია გრუზიას და რა კი მეზობლები ვართ, შევთანხმდეთ. შენ თუ არ მიქმნი საფრთხეს, მე შენ შეგიქმნა საფრთხე, ან კრეტინი ვარ, ან იდიოტი ვარ, ან პროვოკატორი ვარ, ხო? ესე იგი მეც მოგცემ იმის გარანტიას, ემუქრება თუ არა საქართველოსთან რუსეთს საფრთხე. სასიკვდილო საფრთხე ემუქრება. თუ აქ რუსეთის მტერი გამაგრდა, საქართველოს თვითონ ხო ვერ იზამს ამას, მაგრამ აი მარიონეტული ქვეყანა გვაქვს, ხო? პროქსი ქვეყანა გვაქვს, არ შემდგარი ქვეყანა, იმიტომ რომ ნატოზე ალაპარაკი, რა ნატო, რის ნატო. საერთო ჭკუა სად არის კიდე გეუბნებით. აქ მაშინ ჩრდილო კავკასია, ვოლგის რამდენჯერ უნდა გავიმეორე, სუფთა კრახია რუსეთისა. უკრაინაზე გაცილებით დიდი საფრთხეა, იმიტომ რომ უკრაინას არ აქვს ჩრდილო კავკასიასთან საზღვარი და საქართველოს უშუალოდ დაღესტანს და ჩეჩნეთს და შემდეგ უკვე ვოლგისპირეთიდან ჩეჩნეთი კი არის დაშოშმინებული ახლა, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში არაფერი არ არის გამორიცხული და დაღესტანი კი დალაგებული არ არის. მე ვიყავი დაღესტანში და ძალიან კარგად ვიცი რამხელა საფრთხეები არის. იქ ხო და მე ვოლგისპირეთი და იქ ბაშკირეთი და იქ თათხრეთი და ესენი სრული კატასტროფაა. ამიტომ კარგად გამოვიყენოთ ის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო. მე მაინტერესებს დანარჩენი ჩემთვის ყველაფერი არის მოცემულობა. მე არავინ არ მიყვარს, არავინ არ მძულს. მე უნდა ვიცხოვრო ამ მოცემულობაში. ესე იგი, მე უნდა ვისწავლო ამ მოცემულობაში ცხოვრება ძნელი გასაგებია? გვინდა დაგვიხურონ სახელმწიფო 1000%-ით დაგვიხურავენ და დაგვშლიან. დაგვშლიან არა ერთი, 4 ქვეყანა დაგვშლეს. და ამ სცენარზე ღიად არის დასავლეთში საუბარი. აქ ბრძოლა მიდის გავლენებისთვის დასავლეთსა, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, ხო? გავანებოთ თავი ამათ, კეთილი ინებონ და ერთმანეთში გადაწყვიტონ ეს ყველაფერი, ერთმანეთში მოილაპარაკებენ. ჩვენ არა ვართ მხარე, ჩვენ უნდა ორივესთან ვითანამშრომლოთ, ჩვენ თანამშრომლობთ რუსებთან. კაცო, ნომერ პირველი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორი, რა მეცინება, იცით? რუსოფობიის ფონზე ქვეყანა არის შენი პირველი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორი. ეს ან იდიოტია ეს ხალხი და კარგად ვერ გძნობს, რაც ნიშნავს ეს. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ჩვენ ვერ ვიქნებით ამერიკელების მტერი, ეს მეორე სიგიჟია. ანტიამერიკანიზმის გაღვივება აქ ისეთივე სისულელია, როგორც ანტირუსული დღევანდელი რუსოფობია, ესეც სისულელია, რომ არ ეკადრება. ის რომ რუსოფობიის არ ქონა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პრეტენზიებს მოხსნით რუსებთან. ჩვენ უზარმაზარი პრეტენზიები გვაქვს რუსებთან, მაგრამ ეს პოლიტიკური თემაა. აფხაზეთი, ცხინვალის ოლქი, სხვა რაღაცები, ყველაფერი დასალაგებელია, საზღვრების საკითხი, უსაფრთხოების საკითხი, მაგრამ ეს პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ, ხო სწორია, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა კაცი, რომელიც მთელ დასავლეთს ემუქრება, ხო ხედავთ რა უთხრა, მოდით და ერთი დადექით და განახებთ ვინც ახართო, ხო?
ვის დაელაპარაკება? ახლა მანახეთ ერთი კობახიძეს დაელაპარაკება, მდინარაძეს დაელაპარაკება, იქ პარლამენტის თავმჯდომარე როა ვიღაც იმას და საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვს დაელაპარაკება, ხო? ესე იგი, ხო. მასხრად ხო ავიგდეთ ჩვენი თავი? მასხრად ვიგდებთ, მასხარაობთ. საკუთარი მომავალზე მასხარაობთ. ამ ხალხს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში.